გაეროს თანახმად სამხრეთ სუდანში ადგილობრივი სამხედრო დაჯგუფებების მიერ არაარაბული თემების წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციები გენოციდის ნიშნებს შეიცავს. დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფის დასკვნის თანახმად ქალაქ ელ-ფაშერის 18-თვიანი ბლოკადის ფარგლებში სახელმწიფო ჯარის დანაყოფებთან ომში მყოფი ცალკეული ფორმირებები კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს შადიოდნენ, რაც მოიცავდა ეთნიკური ნიშნით ადგილობრივი მოსახლეობის მკვლელობასა და სხვა სასტიკ ქმედებებს. ამავე დოკუმენტის მიხედვით დარფურის ოლქში შეტაკებების ფარგლებში რამდენიმე 1000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ოფიციალური პირების თანახმად კი ოლქის 260,000-იანი მოსახლეობის მხოლოდ 40% გადარჩა, თუმცა მათი დიდი ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ზოგიერთის ბედი უცნობია. გაეროს სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, სამხრეთ სუდანში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები საკმაოდ პრობლემურია იმ თვალსაზრისით, რომ მათში მონაწილეობს მრავალი მხარე და ეს არ არის დაპირისპირება მხოლოდ ოფიციალურად გამოცხადებულ ხელისუფლებასა და რომელიმე კონკრეტულ დაჯგუფებასთან. მისივე თქმით, ერთგვარი ჩახლართული ქსელი მეტად ფართოვდება, რაც მეტად ართულებს არსებულ ვითარებაში გარკვევის საშუალებას. The systematic nature of sexual violence, the deliberate starvation. მკვლელობების მასშტაბები, სექსუალური ძალადობის სისტემური ხასიათი, განზრახ შიმშილით და კონკრეტული ეთნიკური თემების წარმომადგენლების მიზანში ამოღება. უფრო ფართო, ბევრად საგანგაშო სამართლებრივი დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევს. ამ დანაშაულების მასშტაბების, სისტემური ბუნებისა და კუმულაციური ეფექტის საფუძველზე მხოლოდ ერთი შესაძლო დასკვნა არსებობს. ეს მიუთითებს გენოციდისკენ მიმავალ გზაზე. One possible conclusion. It's an indication of a path of genocide. სამხრეთ სუდანში არსებული მდგომარეობით შეშფოთებულია გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც დადო პირობა, რომ სავარაუდო გენოციდის ნიშნებისა და სუდანელი ქალების ყოფის შესახებ მთელი მსოფლიო შეიტყობს. 2 weeks ago I visited Adre, the camp at the Sudan. ორი კვირის წინ ვესტუმრე ადრეს, სუდანისა და ჩადის საზღვარზე მდებარე ბანაკს, უზარმაზარ ბანაკს, სადაც ძირითადად ქალები და ბავშვები ცხოვრობენ და მათ მიამბეს ნანახი საშინელებების შესახებ. ვესაუბრა ექთნებს, მასწავლებლებს, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს ოჯახები, რომლებსაც ყველაფერი წაართვეს. ასევე მომიყვნენ სექსუალური ძალადობისა და გაუპატიურების მასშტაბების შესახებ, რაც ომის იარაღად გამოიყენება. მოვისმინე ბავშვების მოზარდი გოგონების ისტორიები, რომლებიც ყველაზე საშინელ სექსუალურ ძალადობას განიცდიან. ეს არის ომი, რომელიც წარმოებულია ქალების წინააღმდეგ. დავპირდი ქალებს, რომ მივახცენ იმას, რომ მსოფლიომ სუდანელებს მოусმინონ.